მოგესალმებით დიანა, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ახლა რა ვიცი, კოკა კაციტაძის განპროკურორების არავის არ ჯეროდა იმ მომენტში, როდესაც უნდა თორეეს უწყება დაასამარეს და იმად გადააკეთეს, რასაც კაციტაძე ხელმძღვანელობს, შესაბამისად ის დაბრუნდა, როგორც პუტინმა ბოლოს თქვა ძალიან ცუდად ერთხელ კრიმის დაბრუნებაზე მშობლიურ ჰავანეში დაბრუნდა ბატონი კაციტაძე. ეს იყო პროკურორი დიდი და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ყირიმი დაუბრუნდა მშობლიურ ჰავანეში. მშობლიურ ჰავანეს დაუბრუნდა, ეხლა კაციტაძეც აგერ დიდი მოგზაურობა არ გამოსვლია, არც ისე დიდი არის. ეს ორგანო იყო დისკრედიტაცია იმ ფუნქციისა, რა ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს სპეციალური საგამოძიებო ორგანო. ამიტომ სწორად მიმაჩნია, რომ ეს ამ სახელის დაწესებულებაც არ იარსებობს და ყველას ეცოდინება, რომ როდესაც მიმართავს ამ უწყებას, მიმართავს პროკურატურას და როდესაც მიმართავს პროკურატურას, ყველა მიცის, რომ მიმართავს პირდაპირ ოლიგარქს. ოლიგარქი სამართალს ამ ქვეყანაში არ მოგცემს. არ მოუწია აქამდე და არც აპირებს მომავალში. კი ბატონო, ახლა ვილაპარაკოთ დღევანდელ პროცესზე, რა იყო მთავარი, რისი დაკვირვების შესაძლებლობაც მოგეცათ. დიახ, ხო, თუ მე იშვიათად ვესწრები ხოლმე ზოგადად სასამართლო პროცესებს, იმიტომ რომ ხო, ძალიან ბევრი ემოციური შეკავება ჭირდება იმის ყურებას და მოსმენას, თუ ეს ხალხი მართლა შემთხვევითი ადამიანები რას უშვებიან საქართველოს სასამართლო სისტემას და ზოგადად რას უშვებიან ჩვენი თანამოქალაქეების თვალში სამართლის განცდას. ეხლა ამ სხდომას მე ბადრის სასამართლოს ვერ დავესწარი, მაგრამ მამუკას სასამართლოს დავესწარი და მოსამართლე, რომელსაც მიყავს ეს სხდომა და განსხვავებული მიიღოს, არის ადამიანი, რომელმაც ისწავლა ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის ეკონომიკისა და სამართლის სასწავლებელში. გაგიგიათ ოდესმე ეგეთი სასწავლებელი, მე არ გამიგია, რომ დავგუგლე, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება იურისპრუდენციის ცოდნა კეთის ინდიციირება ბევრი კრიტერიუმია სადისწავლას რომ თავი დავანებოთ, სხვა კრიტერიუმებს რამდენად არა, ხო და აი ამით სიმპტომი მინდა რა, გაუსვა ხაზი. ერთ-ერთი კაცი რომ დავგუგლე, ვინც ამოაგდო, ვისაც იგივე რაღაცაში აქვს ნასწავლი, ბექაუდიშარია არის, ამიტომ მე მგონი კარგად მეტყველებს ამ დაწესებულების სასწავლო ხარისხზე. ხო, როგორ შეიძლება რომ ადამიანი, რომელიც განსჯის საქართველოს მოქალაქეების ბედს, სწავლობდეს ისეთ სასწავლებელში და ნასწავლი ქონდეს იურისპრუდენცია ისეთ სასწავლებელში, რომლისნაირად სოკოებივით ამოიზარდა 90-იან წლებში ასობით და შემდეგ იმ სოკოსავით გაქრა ბუნებიდან, იმიტომ რომ უბრალოდ არალეგიტიმური კორუფციული დაწესებულებები იყო. ესეთი, აი ეს არის სიმპტომი იმისა, როგორი შემთხვევითი ადამიანები მსჯელობენ საქართველოში ადამიანების ბედზე. ამ შემთხვევაში კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის ბედზე, მაგრამ იმ ასობით და ათასობით ადამიანის ბედზე, რომელიც ამ სასამართლოს მიმართავს სხვადასხვა სამოქალაქო დავით, ან იმ ადამიანების ბედზე, რომელსაც სისხლის სამართლის პასუხისგება აქვთ და ციხეში შეიძლება მოხვდნენ და ამ ხალხმა უნდა გასაჯოს. ანუ რომელიც არაფერს არ წარმოადგენენ, არც მათი ცოდნით, არც მათი ზნეობითა და მორალით, უბრალოდ არიან კარგი დავალების შემსრულებლები. ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც ამ ადამიანებს უყურებ პროცესის მკვლელობის დროს, არის ის, რომ შენ ხვდები, რომ აი ეს ყველაფერი არის ფუჭი, ეს ლაპარაკი არის ფუჭი, კონკრეტულ, ძალიან კონკრეტულ თავარი პრეტენზიები, თაზო, მოდი ჩამოვაყალიბოთ თუ კომისიის შექმნაში. წულუკიანის გამოკითხვა, რას იძლევა ამ სხდომისთვის, ეს იყო შუამდგომლობა, რომელიც ჯაფარიძისა და ხაზარაძის სხდომაზე პროცესზე, ორივე პროცესზე დაისვა ადვოკატების მხრიდან, ანუ ადვოკატების სტრატეგიის ნაწილია. კი, იმიტომ რომ არ არსებობს საქმეში, მე ხა დეტალურად ვერ გეტყვით სამართლებრივ ნაწილში არ წავალ, არ არის ჩემი პროფესია, მაგრამ მე უბრალოდ საქმეში უნდა იყოს არსებობდეს კომისიის გადაწყვეტილება. კი, მოგახსენებთ, რომ მე რაც დასკვნას გამოვიტანე, იმისათვის რომ სრულფასოვანი იყოს ეს დაბარება, რაც მოხდა, ამისათვის უნდა არსებობდეს ამ კომისიის სხდომის ოქმი, სადაც გადაწყვეტეს, რომ მამუკა ხაზარაძე დაებარებინათ. ესეთი ოქმი არ არსებობს ბუნებაში, ასეთი სხდომა არ ჩატარებულა, ამიტომ იყო მოთხოვნა, რომ ბატონ წულუკიანი გამოცხადდეს და თქვას რა ფორმით მოვიდეს და აქ აგვიხსნას დაკითხვის პირობებში რა ფორმით და როდის გადაწყდა მამუკა ხაზარაძის დაბარება ამ კომისიაზე და შემდგომი რაღაცა პროცედურული საკითხებისთვის. ეს არის როგორც ვიცი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რისთვისაც იბარებენ ამას შეცვლის, რომ კანონიერად სამართლებრივად სწორად არც მამუკა ხაზარაძის დაბარება არ მოხდა ამ კომისიაზე, არც ამ კომისიის ფორმირება არ მოხდა კონსტიტუციის შესაბამისად. იცით რომ კომისიის რეალურ შემადგენლობაში
რეალობაში ნახევარი უნდა იყოს ოპოზიცია და ამ შემთხვევაში ეს დარღვეულია სატელიტური ოპოზიცია ყავს შეყვანილი და ისიც 3 კაცი, მხოლოდ 8 წევრიდან კომისიის. ამიტომ თავიდან ბოლომდე ფარსი არის უბრალოდ, რასაც უყურებ, იმიტომ რომ რასაც ვხედავ, როდესაც ამ ადამიანებს უყურებ, პროკურორების სკამზე ვინძიან თუ მოსამართლე, ერთ-ერთი მესმის და ხვდები, რომ დავალება აქვს მიღებული, რომ სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. მე არ ვიცი როგორ იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რეალობაში, მაგრამ ის რომ არავის არ უნდა გაიგოს, აი ეს არის ძალიან ცუდი განცდა. მე როგორც მართლა ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს დიდი გამოცდილება და სასამართლოს დასწრების პრაქტიკა. ერთადერთს რასაც ვხედავ, ეს არის ტოტალური უსამართლობა. ანუ როდესაც აბსოლუტურად რელევანტურ, სწორ რაღაცას ეუბნები, რომ ამ კომისიაში არ არის ადამიანო, 10 წევრი უნდა იყოს, 10-დან 5 უნდა იყოს ოპოზიცია. თუ 8 წევრია 4 უნდა იყოს ოპოზიცია, არ არის. შესაბამისად ეს კომისია არ ფორმირდა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად. შესაბამისად რა მოთხოვნაზეა ლაპარაკი, სად იბარებ ამ ხალხს, ხო? ამ კომისიას არ შეიძლება ქონდეს რაღაცა პროპაგანდისტური მიზანი, მაგრამ სამართლებრივი ფუნქცია ვერ ექნება, იმიტომ რომ სამართლებრივად სწორად არ არის შექმნილი. ამაზე ეუბნები აბსოლუტურად ყველა ფაქტი ამას ადასტურებს და თითქოს რა ვიცი, ხარი უბერავდეს აი ეგეთ დამოკიდებულება მოდის მეორე მხრიდან. ამიტომ ძალიან ძიმეა ემოციურად იმის დანახვა, რომ სასამართლო მკვდარია, რომ სასამართლო ხელისუფლება როგორც ასეთი სამი შტოდან ხელისუფლების ცალსახად მკვდარია. აქ არც ერთი ამ ქვეყნის მოქალაქე არ მოდის და ვერ მოდის რა განცდას გიტოვებთ პროცესზე დაკვირვებამ, კომისიაზე გამოუცხადებლობა, რა ტიპის ჯარიმ, ეს თქვათ, რა ტიპის სასჯელით უნდა იქნას გამოხატული, სწორედ ამას არკვევს მოსამართლე, შეიძლება იყოს პატიმრობა, შეიძლება იყოს ფინანსური ჯარიმა. არა გირაო, არამედ ჯარიმა, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ჯარიმა ამ შემთხვევაში. კი ბატონო. თქვენი აზრით ეს იქნება მესმის რომ ამის გამოცნობა რთულია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს იქნება პოლიტიკოსების პატიმრობის მოკლე გზა, ზოგადად კომისია ერთ-ერთი ფუნქციად შეიძლება თუ არა ესეც მოვიაზროთ და როგორი შეიძლება იყოს ამ ხრივ სასჯელი, იმიტომ რომ კიდევ მეორე თემა არსებობს, გირაოს თემა, რომელზეც ვილაპარაკებ აუცილებლად თქვენთან, ზოგიერთი პოლიტიკოსი არაპირებს გადაიხადოს, ეს კიდევ უფრო მოკლე გზა, ცოტა, ეს ვთქვათ, ის თავადაც ეხმარებიან, რომ მოკლე გზად იქნას აღქმული მათი პატიმრობის. აბსოლუტურად ყველა ასეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ რიგში ინდივიდუალურია და შემდეგ ინდივიდუალურ პოლიტიკური, რაც ეხება გირაოს გადახდა არ გადახდეს საკითხს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, იმიტომ რომ პოლიტიკური მდგენელი ასეთ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანია, რომელი ლიდერიც იქნება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს გადაწყვეტილება პატივსაცემია და გასაგებია შემთთვის გადახდას და არ გადახდაც. მე ვერ გეტყვით, ხო, უბრალოდ სპეკულაცია იქნება ჩემი მხრიდან, ეხლა რომ თქვა რომ რაღაცა ხედავან მეტნაკლებად რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მოსამართლემ, იქნება ეს თქვათ ხაზაძე ჯაფარიძის შემთხვევაში ფინანსური სანქცია თუ ციხე, მაგრამ ერთი რამ ვიცი, როგორც ვიცოდი მაშინ, როდესაც ეს კომისია იქმნებოდა, რომ ამ კომისიის მიზანი რაიმე ფორმით იმ დაზარალების დახმარება კი არ იქნებოდა, ვინც მართლა დაზარალებულები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და იმ 9 წლიან პერიოდში, როდესაც უმძიმესი ფაქტები ხდებოდა ამ ქვეყანაში და მართლა ამ ადამიანების დახმარება კი არ იყო ამ კომისიის მიზანი 13 წლის თავზე იმ ადამიანის მიერ, რომელიც პროკურორი იყო პირველ წლებში ქართული ოცნების მმართველობის და რეალურად ბერკეტები ჰქონდა იმისთვის, რომ დაზარალებულებს დახმარებოდა. არამედ მიზანი 13 წლის თავზე იყო სუფთა პოლიტიკურ პროპაგანდისტული ერთის მხრივ პროპაგანდა და პროპაგანდაში გამოყენება და ადამიანების ყურადღების გადატანა თავარი საკითხებიდან და მეორეს მხრივ პოლიტიკური ლიდერების დევნა. ეს დევნა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს. მე ერთი რამ ვიცი, რომ მოსამართლე გელოვანი იქნება ესენი თუ სხვები, მათ დავალებული აქვთ, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ისეთი, რომელიც აი ამ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლის თავზეც ეს საქმეები დაკიდეს, ამ პოლიტიკურ ლიდერების პოლიტიკურ საქმიანობას რაიმე ფორმით ხელს შეუშლის. მიზანი არის ეგ. მიზანი არის, რომ დაჭერა იქნება ეს ფინანსური სანქცია თუ სხვა რამე, ხელი შეგვიშალონ პოლიტიკური პროცესის წარმოებაში ამ ქვეყანაში. პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლაზეა ლაპარაკი. ამიტომ ამაზე ექნებათ მთავარი გათვლა აბსოლუტურად ყველა ამ საქმის შემთხვევაში. ხო, ვერ ვიტყვი ახლა ვის როგორ განაჩენს გამოუტანენ, მაგრამ ყველა განაჩენის მიზანი იქნება პოლიტიკური გირაოს არ გადახდის შემთხვევა ამ ხრივ
მესმის, რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მესმის, რა თქმა უნდა, როცა პოლიტიკოსი თავად ამბობს, რომ არ გადაიხდის გირაოს და მზად არის პატიმრობისთვის, ეს აქ ვის რა უფლება აქვს, ეს თქვათ, როცა თავად ამ ტიპის თამამ თუ მამაც თუ ღირსეულ თუ სხვადასხვაგვარად შესაფასებელ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში რამდენად ადეკვატურს, იმიტომ რომ ლიდერები საპატიმროში არის ახლა საჭირო თუ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც კი არ ვიცით ახლა ზუსტად სად არის, მაგრამ სადღაც ხომ არის და სადღაც ხომ იქნება და მით უმეტეს არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ეტაპზე თუ კალენდარული არჩევნებისადმი დამოკიდებულება არ გადაიხედება, შეიძლება ახალი არჩევნების თემაც გაჩნდეს დღის წესრიგში. ხო, აი მოვერიდები რაიმე ფორმის შეფასებას კიდევ ერთხელ ამბობ, ეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ყველა ამას წვეთავს საკუთარი ხედვებიდან გამომდინარე. მე ეგეთ ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ოღონდ მე ვიცი, რომ ჩვენ არც ის 53 კაცი არ გვყავს ახლა საპყრობილისთვის. არა გვაქვს ეგ ფუფუნება, რომ ისინი იჯდნენ საპყრობილეში და მით უმეტეს არა გვაქვს ფუფუნება, რომ სხვა პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, ლიდერები იქნებიან ესენი თუ აქტივისტები თუ სხვები, ესენი ციხეში იჯდნენ. არავის ციხეში ჯდომის, ვინც პოლიტიკურად აქტიურია დღეს და შეუძლია რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ პროტესტში, არავის ადგილი ახლა ციხეში არ არის და არავის ციხეში ყოფნა არ მინდა. ამიტომ რა თქმა უნდა ლიდერები უნდა იყვნენ პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართული. მაგრამ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და ვინმე თუ გადაწყვეტს რომ არ გადახდა ეს არის პოლიტიკური მანიფესტი და ბრძოლის ის მეთოდი რომელიც სწორია დღეს მე პატივს ვცემ მათ ამ მოსაზრებას და ისევე თანაუგრძნობ როგორც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ დევნილს ამ ქვეყანაში. მაგრამ ხო, კი ბატონო, სხვათა შორის არ იქნება იოლის სიტუაცია, იმიტომ რომ არ უნდა იჯდეს და არ უნდა დაემატოს არავინ. თაზო, არ იქნება რთული იოლის სიტუაცია, იმიტომ რომ თითქმის აი ამ წამყვანი პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებზეა ლაპარაკი, რომლებიც წინააღმდეგობის პლატფორმაში თუ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით რაღაც ერთობლივ ბრძოლაში ხართ, ასე ქვია და ეხლა 10-დან 7 თუ ციხეში იქნება, ან 5-დან 3, ეს კალკულაციას და სტატისტიკას კარგად არის დასათვლელი, ეს პროცესისთვის კონკრეტულად მათთვის და ზოგადად პროცესისთვისაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქნება დამაზიანებელი. ალბათ. იცით რა არის, ყველა რეჟიმის მიზანია რომ რაიმე ფორმით ეს იქნება ჯარი ხო, აი ყველაფერს აკეთებს, ყველა ის უკანასკნელ პერიოდში მიღებული უმრავლესობა დადგენილებებისა, რომელსაც პარლამენტი იღებს და კანონების და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს იქნება ფინანსური სანქცია, ამ კომისიის ფორმირება, ადამიანებისთვის რაღაცა აკრძალვა იმისი, რომ სახეზე ისე ატარუნოთ მასკის გარეშე, მასკის გარეშე როგორც უნდა, რაღაც შეფერხებები ფუნდამენტურ უფლებებში ჩვენ თანამოქალაქეებს. ყველაფერი ეს არის მიმართული იქითკენ, რომ დაასუსტონ საპროტესტო პროცესი, რომ დაასუსტონ ის ლეგიტიმური პროტესტი, რომელიც 180 დღეა გარეთ არის, სხვადასხვა ფორმით არიან ადამიანები ჩართული და ყველა ფორმას ებრძვიან ადამიანების ჩართვას. ეს იქნება მედია საშუალებებისთვის თავისუფლების შეზღუდვა, ვიდან დაწყებული მედია მენეჯერების და ჟურნალისტების ციხეში ჩასმით გაგრძელებული, ეს იქნება პოლიტიკოსების დევნა, დაჯარიმება თუ აქტივისტების სინდისის პატიმრება ციხეში დატყვევება, ყველაფერი მიმართულია რომ პროცესს ხელი შეუშალონ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება და მართლა სწორი თქვით, ხო, ყველა გემოვნების პოლიტიკური ლიდერია ამ შემადგენლობაში. ამ შემადგენლობას ერთენს ის რომ სრულიად საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც იცავს დღეს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას, არის აი ამ დევნის საგანი, ამიტომ რა თქმა უნდა თითოეული მათგანის დანაკლისი, მართლა დანაკლისი არის პროცესისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი გადასაწყვეტია ინდივიდუალურად ყველას გადასაწყვეტია და მე ყველა ეგეთ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ბრძოლის მეთოდია და მათი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი, მაგრამ პროცესისთვის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკლდება ამ პროცესს, არის დანაკლისი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თაზო დათუნაშვილი პასუხობდა ჩვენ კითხვებს. მადლობა მას. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან მაია კოპალეიშვილი,